საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრში პროექტის მონაწილე 70 პედაგოგთან ონლაინ შეხვედრა გაიმართა. დებატ-კლუბები 70 საჯარო სკოლაში კლასგარეში აქტივობის ფორმატში დაარსდა და მასში 850-მდე მოსწავლეა გაერთიანებული. პროექტის დასასრულს დაგეგმილია დებატების ეროვნული ტურნირის ორგანიზება. პროექტი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ორგანიზების და დებატების და განათლების ეროვნულ ინსტიტუტთან თანამშრომლობით ხორციელდება. ღონისძიების ფარგლებში გადამზადდა 70-მდე მასწავლებელი მთელი ქვეყნის მასშტაბით, რომლებიც უკვე შემდეგი 3-4 თვის განმავლობაში ჩაატარებენ დებატების გაკვეთილებს. 150-მდე სკოლის მოსწავლე მიიღებს ინფორმაციას როგორც ნატოს, ევროკავშირის, საქართველოს ინტეგრაციული პროცესების დინამიკის, ხელშესახების სარგებელის, გამოწვევების შესახებ, ასევე გაიძლიერებს უნარებს კრიტიკული აზროვნების და დებატების წარმოების მიმართულებით. ვისაუბრეთ იმ მომავალ გეგმებზე, რომელსაც ნატოსა და ევროკავშირის საინფორმაციო ცენტრთან ერთად, რაც არის დაკავშირებული დებატების ტურნირთან და ძალიან გვიხარია, რომ პროექტის დებატები უკეთესი განათლებისთვის ფარგლებში ჩვენ უკვე ასე გავფართოვდით და მთელი საქართველოს მასშტაბით უკვე გვაქვს დებატების კლუბები.